ისევ გამარჯობა მეგობრებო, კვირა დღის საღამოა და უკვე ნენელა დავამუღამე, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ისეთ ადგილებში ვარ, ეხლა ტრამპის სახთან გავიარე და ბევრი ტრამპები დადიან, ეტყობა მსახიობები არიან. ეხლა ვიმყოფები ჩვენ მე-5 ავენიუზე, ძალიან ბევრი პოლიციაა, ამიტომ ხელში არ დავიკავებ ამას. უკვე საღამოს კონე, მე უბრალოდ რისი ჩვენება მინდა თითი, აი ესე იგი, ამათ ეტყობა კაფეები რაც არის, ისეთი რიგებია, აი წამოდგე კაფეში რაღაცა და 1-2 მეტრიანი რიგებია, რომ შევიდეს ხალხი იმ საჭმელად. მართლა უცნაური. აი ხა ეს არ მატარებს, გადი იქით. შევოთქო თუ შესიმე. გიჟი ამის ხელებს იქნებს. მგონი აქ ნერვების მოშლა მომიწევს. ვის სიგნალებს, ჯიპიდან სიგნალებს და საწავით. რაშვებით მეგობრებო, მთავარია არა ვარდეთ. ეხლა ვიდეო მქონდა ჩართული, სტუმრები იყვნენ ტაილანდიდან. იმდეს ლაპარაკობდა ის ქარი და ვერ მოვახერხე რა, უბრალოდ ვიდეო ვერ ჩავრთე. ცუდ ადგილას მოვედით. ეთქობა ეს რა ადგილია იცით მეგობრებო, ესა და ტრამპის სახლი რო არის მე-5 ავენიუზე, ტრამპ ტაუერი ქვია და იქ არის სასტუმრო პლაზა, შესასვლელებია და ჯერ არ არის საღამო, მაგრამ რამდენი ხალხია რა. ესეთი ზღვა ხალხი მოდის ნახეთ ქუჩებში. ეს ჯერ კიდევ საღამო არა, დაბნელებური მარჯვნივ. ეს ტრადიციაა სოფლიოს სხვადასხვა მოქალაქეებს, იმენა აი ქრისმასის ანუ შობის წინ რომ მოვიდნენ. ნუ არ ვიცი, ეხლა მე შეძლებს და გვარად შეიძლება არ ვილაპარაკო, მაგრამ თქვენ თვითონ შეაფასეთ რა ხდება. იმიტომ ხელში რო ავიღო, ტელეფონი რო ავიღო ხელში, გამორიცხულია რომ ვიღაცამ არ დამიჭიროს. ეხლა ეს ქალაქი მაი პოლიციითაა სავსე და აი ასეთი საშუალებით რაღაცა თუ ნახეთ, კარგი იქნება. გამატარი შოხერო. ეს უკვე აღარ გვაწყობს აქეთკენ სე როგორც ზღორი ტაქსისტი რომ კლიენტი დაიჭირო, აქ უკვე ნამდვილად ცუდია. საღამოს ალბათ საშინელი ექნება. ჯობია ისე ქვემოთ ჩავიდე. აქვეა downtown, ქვემოთ რა, ქვემოთ და lower side, ანუ სოხო აიბოროში და აიქით ამ ხარეს, იმიტომ რომ აქ მაგრა გავწვალდები უკვე გული მიგზნობს. თითქოს ბევრი ხალხი დადის. თითქოს ისა, მაგრამ ნუ აი ესეთი საცობში ხარ და ამიტომ ჩვენ არ გვაწყობს აქ ყოფნა. ჯობია ვიღაცა დავიჭიროთ, ან ვიღაცა რომ მეჯდეს, უკვე სოჩიკი რომ მუშაობს, უკვე დროზე თამაშობს რა, რაც უფრო დიდი დროა, იმაზე კიდევ ემატება ფასი. ახლა ის მითხრა, არის თუ თავისუფალია დაждდება ეხლა. დამიჯდა, კლიენტი ქუჩიდან გადმოხდეს. Museum of Natural History, please. National Museum, yeah? Yes, please. Okay, just we go. I have to go, yeah, a little bit. Yeah, sure. Whatever you gotta do. I will.
Very big mess this area. Oh yes. Yeah. Took the wrong line, and now we're just trying to. Yeah, subway, but this area because Trump's Tower and Yeah, you everything know. is closed. We tried to jump on the B or the D line. You mistake, yeah. Yeah, I missed it. What is vascular dementia, Lewy body, FTD, TBI, and CTE? If someone has Zašegwe šala od Aviri, dementia, to kako me pitao na millions ovo, of ono su Americans ask these questions every day. I did too, and I learned. My wife Jenny's coming next. I'm Kevin Jameson, volunteer and president of the Dementia Society of America. I'm excited to offer you a free guide to understanding dementia. It's filled with facts about dementia, care planning, how doctors can help, and ways to keep your brain as healthy as possible. The Dementia Society of America is a Gauturet taki. We're ready to answer your questions. You want to live life to the fullest. I know that. Ginny did too. And I'm confident that we can help. Get your copy of the guide. Go to 1-800-DEMENTIA.org or call 1-800-DEMENTIA. Thank you. Hey, let me ask you a question. Are you better off today than you were this time last year? Chances are, if you're going through that midlife crisis, that midlife shift that hits all of us, the answer is probably no. And that's because when we hit the middle of our lives, we hit this crazy crucible. We have to align everything that's happened to us in the past with the demands on us right now. Maybe it's the college fees we have to pay. Maybe it's the fact that we're worried about our retirement and our salaries. Maybe it's the fact that we haven't had the time to invest in the important relationships in our lives. Maybe it's the fact that we're just deeply burnt out. And let me tell you that if you're feeling that, not only are you not alone, every single thing that you've been taught about how to deal with this just doesn't work. Not because you're not doing it right, but because it was never up to the task. Hi, I'm Dr. Mark. I'm a surgeon and I have a PhD in the science of decision. I have helped hundreds of people before you, doctors, nurses, startup founders, diplomats, actors, navigate these 40 questions of how to create a career and a life that serves us and the people around us. And I'm here to tell you there's a way to do that. So this year, instead of buying that massage chair, give yourself the gift of clarity, give yourself the gift of purpose, give yourself the gift of a life that you are madly in love with.
She's tired. surgeon, and I have a PhD. No. No, she just wants to be there already. She want to see dinosaur. Yeah, she wants to see all the ocean animals. Okay. I like come to over here. It's very interesting. Yeah, Maybe I will be 10 times here. It's yeah, I love it. Been there very probably nice. 50 times. Yeah, very interesting. Tried to bring her here to, yeah. get her more excited about it, I guess. You have one daughter, maybe? Just one. Just one, and the father care about it. Very nice. Never more love when mother and father loves its generation. It's fantastic. აგერ მიდიან ნაციონალურ დინოზავრების მუზეუმში, მოხავს თავისი შვილი. It's over here. Just I have to find some stopping place. Sure. Okay, light is good. Цитирზე გაჩერდა, okay, just. Your trip has ended. How would you like to pay? I've put my card in. Just follow with science, yeah. Credit payment method selected. Please swipe, tap, or insert your card now. Would you like to visit? No thanks. Okay, have a good time. Thank Okay. you. Have a great day. Enjoy. Very good. Here. Be careful, just be careful. The car is Card coming. again. ეს არის დინოზავრების მუზეუმი, მე ძალიან მიყვარს და მოყავთ შობლებს ბავშვები და კაი დროს ატარებენ ახლა საზეიმო ის არის. თვითონ ამით ხა მე 10 ჯერ მაინც ვარ აქ დამყოფი და მე 50 ჯერ მაინც ვარ დამყოფიო. მაგარი მუზეუმია. წავედით გავაგზავნოთ. ახლა თავარი იქ არ მოხდეთ, მაგრამ როგორ მინდა არ მოხდე, ესე აქ რო ვიტრიალოთ, კარგი კი არის, ხო იცი. საერთოდ ბავშვებთან ერთად ვინც მოდის, ის მაგარი კლიენტია, ხო წამოდგენ. სიყვარული ძნობით არის ბავშვების მიმართ ეს და რას წავედით. დაუბრუნდებით ისე, რა ვიცი. აი კუპე შემოქმედებით უნდა მოძრაობდე, სად ჯობია წასვლა, მარცხნივ, მარჯვნივ, კლიენტი სად არის. აი ვინ ტაქსისტია და ვინც ამ საქმით არის დაკავებული, ის მიხვდება ახლა რაზეც ლაპარაკობ. მეგობრებო, აი ესე ზოგჯერ ხმას რო არ ვიღებ, ხო ჯობია, იმიტომ რომ ეხლა მიდიხარ და ილაპარაკო, უხერხულია რა და ეგ ძნობ რა, თავარია კლიენტ მარშეინა დაინახოს რომ უღებ რა. ნენელა ამუღამებ უკვე. ჩდები ფორმაში რო იტყვიან. ასე რომ შევთანხმდეთ არა მეგობრო, ამარა გააკეთა და უცბად მომატრიალო. ჯიჟია და. ქართველივით არ მომატრიალა. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოს ხო. ნუ ერთ სიტყვით ასე მეგობრებო, შევთანხმდეთ, ცოტა რო არ ლაპარაკობ, ტოვებთ, გახსოვთ ტრაილერზე რო ვაკეთებდით ხოლმე, დაგტოვებთ ხოლმე მარტო და თქვენ თვითონ იფიქრეთ რა ხდება და როგორ. თუ რამე საშუალება მომეცა, მე დავიწყებ ლაპარაკს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით აი ეს ვესტსაიდია, პარკის მხარეს, ეს ძალიან პრესტიჟული რაიონია. პრესტიჟული იგულისხმება, რომ განათლებული ხალხი, პროფესორები, მასწავლებლები ძირითადად ამ რაიონში ცხოვრობენ რა. მაგრამ მიყვარს ხოლმე და აქაური კლიენტებიც უფრო სხვანაირები არიან. თუმცა ეხლა ზოგადად რო ელაპარაკო, ზედმეტ არავინ არ გაკადრებს, მაგრამ მაინც ნიუ-იორკი ხო თავისებურად ესეთი ენერგიით სავსე და სტრესული ქალაქია და ზოგჯერ ეს გადმოდის ხოლმე მგზავრებზეც ხოლმე, მაგრამ თავარია ჩვენ თუ შეგვდა ასეთი გაღიზიანებული ტიპები, ამინერად დავამშვიდოთ. აქეთ უყე ბროდვეია ზემოთა ნაწილი და აქ უყვართ ხოლმე, რა ქვია,
ტაქსის გაჩერება და თან ფართო გზებია და ბევრი ხალხიც არ არის, ტურისტები არ არიან და შეიძლება როცა მუშაობა არ არის ხოლმე, აი თქვა რომ დავიღლები ხოლმე, აქ ტრიალებ ხოლმე რა და კარგია. ახლა ჩვენ უკვე არჩევანი აღარ აქვს, უნდა ვიმუშაოთ. ახლა 2 დღე კი გაუძლებთ რა, 2 და შეიძლება მე-13 დღეს. აი ნახოთ რა როგორ წაგვივა საქმე. თავარია კაი საინტერესო სიტუაციაში მოხვდეთ, მაგრამ ფაქტია რომ მე გაჩვენებთ იმას, რაც ტაქსის ყოლი უყურებს ნიუ-იორკში. გზები სამწუხაროდ ნიუ-იორკშიც არ ვარგა. ბევრი ასე ვთქვათ ლატკები, ქართულად როგორ არის ლატკები არის ძალიან ბრმად. ეხლა თუ კაი ამორტიზატორები არ აქვს მანქანას და იმას ხმაურს იწვევს და ცოტა დისკომფორტია. თუმცა ქალაქელები არ გუზღუნებენ, იცი შეჩეულები არიან. აი, კადროს ეს ვინ დაგვიჟდა, ნახეთ რა ფორმა აქვს. Hello. All right. Oh, it's so nice and warm. We're in. It smells good too. We're going to 79th and York, please. 79 and York, yeah. Thank you. Okay. Oh, actually, we should go to 79th and first to get your groceries, right? Yeah. Actually, we're gonna go to 79th and first. Okay. Thank you. Where's your banana room at, Maxie? Amy just told me that it's gonna take her an hour. So I'm gonna send her home in an Uber. She's like, meet the best friend ever, right? Coming all the way over to us. Because would you, if I was like, hey, let's go see Amy, it's gonna take an hour and a half to get there, what would you say? How much is my train? An hour and a half. So that's why I'm gonna send her home in an Uber. Uber? No, she lived somewhere else before. I'm sure I remember where she lived before. Why didn't you just is he nice? What a good question. I never heard anybody say that it was not nice. Found him once. A very interesting person. Wrote some beautiful songs that made a lot of people happy. He was a very unique talent. And I don't know, some His people. nose probably left. And then some people, like, if they were dealing with a difficult situation, instead of kind of trying to sit and meditate and think through it or call a Okay, friend, right. they're like, I'll just have my mind go like this. Then I won't have to think about it. You know what I mean? That doesn't really get rid of the problem, but that's what some people do. Well, this guy's an excellent driver. That was not easy to do. Pretty neat, sir. So she said she can't have a lot of red meat. She can't have a lot of sugar. Okay. But I was gonna offer her some hot chocolate. She loves hot chocolate. I still have some left
you like which one do you like better? The one with just plain butter? Or with parsley? Now that's a good question. I thought the parsley was more creative. That was haunted, yeah, I really did. Yeah, I didn't, to be honest with you, I didn't love the taste of the parsley, but I thought it was more of it was Maxie, 9 years older than you. In 9 years Only you could look 9? in 9 years you could, does that blow your mind? And I almost imagine how it's going to be. And at art, I brought the point to like everybody at Hudson's table. Say that again. At art, I made the point to everyone at Hudson's table. Crazy. And they're all like, I can Hold on. Oh, no. Okay, dime tu número otra vez. Oh, wait, no. Oh, no lo tengo. No. Over here, yeah? Your card Yes, now. thank you so much. Would you like print? Thank you. Okay, have a good time. Payment has been processed. მე როგორი უცნაური ტიპი იყო, როგორი ქუდი ქონდა. ზანგები იყვნენ, მაგრამ გამოსული ზანგები რა თავისებური. და მოიყვანა თავისი ძმა მუზეუმში. კარგია რო უყურებ ადამიანები როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, რომ მით უმეტეს ბავშვებზე და კარგია. მით უმეტეს ამერიკაში დედაშვილი, მამაშვილი, ბავშვებზე არიან გადახულილები. ეხლა მერე რო იზრდებიან, კი აძლევენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მაგრამ ეხლა ქართველებისგან განსხვავებით 40-45 წლის ბავშვია, ხო? დედისთვის, დედის ყველა ბავშვია, მაგრამ აქ აი ბავშვებზე აქვს მაგარი გართულება რა. რა თქმა უნდა, კაი გაგებით ვიძახი რა. რა თქმა უნდა, ბავშვები ყველას უნდა გვიყვარდეს და კარგი, ეხლა ვიდეო რო არ გაგვიგზავნე, ძალიან ამეტანი გაგვიდა და ერთი კლიენტი ვიპოვოთ კიდო და ისეთი მოლაპარაკე ტიპები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზოგადი წარმოდგენა გექნებათ, არა? ნუ როგორი მუშაობა მიდის. რა პრინციპია. ეხლა მე ვიმყოფები აფერლ, ესე იგი იორკ ავენიუ, აქეთკენაც სულ ადგილობრივები ცხოვრობენ. ეხლა მე რომ მქონდეს საშუალება რუკის კი გაჩვენებდით სადა ვარ, მაგრამ ზემოთ აქ ქუჩებში 80 რომე ქუჩა 79-ზე ვარ და იორკ ავენიუ. ესეც ძალიან უყვართ ხოლმე აქ ტაქსები შეკვეთა. ახლა დღეს კვირაა, ძირითადად მაინც უფრო სამუშაო დღეებში და მაგრამ სამუშაო ძალიან ადვილია, დიდი ფართო ქუჩებია. იმდენი გადატვირთულიც არა, ავტობუსებიც არ დადის და აი ტაქსისტებისთვის კაი ამბავია. თუ კლიენტები იყვნენ, ხო კარგი და კარგია. აქ ფეხით მავალი ყოც, ფეხით მავს ყოც უნდა დაუთმოთ, ხო? ძალიან მებიცარი თავის თავად. აბა ერთი კლიენტი ვნახოთ კიდე და მე ვიდეო შევწყვიტოთ და მე ისე ვიმონადიროთ საინტერესო სიუჟეტებზე. ეხლა არა მარტო ეხლა ახან შოუბიზ დღეები არა, საერთოდ აი შაბათ კვირას, განსაკუთრებით მე კვირაობით ძალიან მიყვარს ხოლმე მუშაობა, მოძრაობა არ არის და აი ეს ოჯახები გადიან ხოლმე მუზეუმებში, კონცერტებზე, მიყავთ თავიანთი ბავშვები და ესეთი რაღაცა ოჯახური ის არის ხოლმე რა სიტუაცია. აი ბავშვიანი ჩვენს გვიდა ხა, ბავშვიანი. კლიენტებმა რა მნიშვნელობა ახლა თავარია მუშაობის მომენტ.
შუქნიშნები ძალიან ბევრი, აი მომავალი, ვისაც მანქანაზე მუშაობა მოუნდება, აი შუქნიშნაზე უნდა გამოიმუშაოს ეს რაღაც მოთმენის მინდო ძალიან ბევრი შუქნიშნებია და აი რო იტყვიან ხოლმე ვერ გაქანდები რა. თავიდან მეც რო დავიწყე მახსოვს ადრე ხო ისე მიჭირდა ხოლმე რა ხო თბილისში ხო ამდენი შუქნიშნები არ იყო რაღაცა და თუმცა უკვე თბილისშიც ახლა უკვე ავლაბრიდან სანამ იქ ვიხვალ ჩემი სახლიდან ავლაბრის გზით ამდენი შუქნიშანია ვაკეში რა ვიცი წავიდე მარცხნივ მეორეთი თუ წავიდე უფრო იგი მუზეუმებისკენ რომ კლიენტი დავიჭირო ჯობია ალბათ მუზეუმებისკენ წავიდე ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა დაგეგმავ იმ კლიენტს ვერ დაიჭერ შენ რასაც ფიქრობ და ზოგჯერ ისეთი იქიდან გამოხდება კლიენტი გიკვირს ხოლმე რა ფაქტია რომ აი სულ უნდა იმოძრავო და რაღაცნაირად ლატარიას ავითარი რა. გაგიმართლებს, არა გაგიმართლებს ესე იგი. თუ გაგიმართლა, კარგი დღე გახ. თუ რა გაგიმართლა, ცუდი დღე გახ. აი ეგ არის რა. აი ხლა ის ვაიმე ეს იქიდან. რო გადავდიო კუთხეში იდგა კლიენტი, მაგრამ მე უყე აქეთ სამხრივი ხარ, იქით ვერ ჩაუხევდი და ის ელოდებოდა სხვა ტაქსი. ახლა მე სანამ ამას წერეს და ვარტყა უყე. სხვა შეყოლება აყვანილი. არ თუ აზრი არ არის. როგორც კლიენტის ხედავ და შენი რო არ არის რა ეგ მომენტია რა მერე უნდა განსაზღვრო აი მუზეუმში როდის მიდიხარ მერე საღამოები ძითა პარასკევს შაბათს რო რესტორნებისკენ მიდიან აი ეს უნდა განსაზღვრო არის საღამოს თეატრებში მიდიან უკვე გააჩენ რომე რაიონში ახლა აი პარკ ავენიუზე იმებზე ეს სულ ისეთი გამოსული ხალხია და უყვართ მაგა თეატრები აი მან უნდა იტრიალო ну დილით რო გათენდება ეს სამსახურში მიმოვალი ხალხი და აი ესე და რაღაცნაირად შემოქმედებითად მუშაობ რა კლიენტის დაჭერის ამბავში აი მე უკვე უფრო ხვალ დავიწყებ უკვე ჯერ კიდევ კარგად არ მაქვს შეთვისებული ქალაქი და აი ხვალ უკვე ჩავდები ფორმაში წავიდე ხო იქ მუზეუმია და ნახოთ იქ ვიღაცა დავიჭიროთ რა ეს მეტროპოლიტენ მუზეუმი მაგრამ მეხუთეს რო ჩავუყვე ქვემოთ იქ ძალიან დიდი საცობებია მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა ტაქსისტი რო ხარ საცობებს და იმას კი უნდა მოვერიდო მაგრამ უფრო მაინც სადაც კლიენტია იქ უნდა იტრიალო და მე აქედან შემოვატრიალე რომ მუზეუმ შავოარო მეტროპოლიტენ მუზეუმს იქ არის ხოლმე თვითონ მუზეუმთან ტაქსისტების ბირჟა შეიძლება რიგში დადგე შეიძლება აიკვანო მაგრამ აი ნახოთ ახლა როგორ სიტუაცია თუ ბევრი კლიენტები იყვნენ და ვიგზენი შეიძლება რიგშიც გავჩერდე კიდევაც მეგობრებო დენიროს ნანახი გაქვს დენირო ტაქსისტობს ის ფილმი გამოვდგები მე დენიროს როლში მე დენიროში როგორ არის ვიღაცა დიდარს გადაეყრება და რაღაც კომბინაციებს აკეთებს აი ეს გვინდა იქ ვიღაცა დიდარს უნდა გადავეყარო და მე მომოვალ კომბინაციები უნდა დავატრიალოთ მაგრამ სად დენირო და სად მე არა ეს არის მეტროპოლიტენ მუზეუმი აბა ნახოთ ახლა მარცხნივ რიგია ტაქსისტები და თუ დიდი რიგია არ დაველოდები თუ არა თუ ადგილია არის ზოგჯერ არის ხოლმე რიგში დგანან ტაქსისტები და ადგილს ვერ პოულობ და იძულებული ხარ წახვალ მაგრამ აგერ ხედავ ახლა რომ
ვერ დავდგები, იმიტომ დიდი რიგია და თითქმის აქ უკვე ვერ გავაჩერებ, აქ არ შეიძლება გაჩერებ. თუმცა შეიძლება ადგილი არის, იყოს, რა. აბა ნახოთ რიგი. ო. კი, ტაქსისტების რიგი აქ მე ადგილსაც ვერ ვიპოვე, ნახე. ნახეთ ეს ტაქსისტების რიგი დგას და აქ ვერ დავდგები რა. და ალბათ და გავჩერებული ადგილი არ არის და რა გავაკეთო. აქ რამდენი ტაქსისტები ელოდებიან და იქიდან ხალხი ჩამოდის მუზეუმიდან გამომავალ და ტაქსი ჯდებიან და მიდიან. ჩვენთვის ადგილი არ არის. თუმცა აბა უკან არა ძალიან ბევრი ტაქსებია. გულდასაწყვეტიც არ არის. აი აქაც ვერ იტყვის ზუსტად ღირდა გაჩერება, არ ღირდა გაჩერება. არა გამორიცხული იქიდან გავიდე და ვიღაცამ გამაჩეროს გზაზე. ახლა ეს ტაქსისტი ეძებს ადგილს. აი წინაც ეძებს ადგილს. თავისებური პატარ-პატარა კონკურენციაცაა ტაქსისტებს შორის, მაგრამ ზოგადად ერთმანეთს მაინც ასე ვთქვათ უხეშად არ ექცევიან, რაღაც ეს ტაქსისტური კოლეგიალობა არის. აი როგორც ტრაილერზე არის. როგორც ვიცი, ადრე უფრო იყო, ეხლა იმდენი ხალხი შემოვიდა, თუმცა ტაქსებზე ზიან ძირითადად აფრიკელები და შავკანიანები და ხო იცით აფრიკელები მაინც უფრო კეთილშობილები არიან და ზედმეც არ გეტყვიან. კი შეიძლება რაღაც ემოციურად ისა, მაგრამ ყოველთვის დილობიანად იმათ, ინდუსებიც ბლომად არის, ბანგლადეშელებიც და ზოგადად არ არის აი კონფლიქტური გარემო არ არის. ადრე რემაქს რო აქვს სამი მეგობარი დაწერი და იქ რო ტაქსისტები ერთმანეთს დასწრებენ და ამოსხებენ, ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში მე არ მიგწნია, ყოველთვის კეთილშობილად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილები ტაქსისტები. ესე იგი მომიწევს იმ საცობში, მოხვედრა მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა გავიდე. ხო არ წავიდე მარჯვენა, არა ამანოღე დამკეტა. კარგი იყო მარჯვენა წავსულიყავი და იქით ამ მხარეს გადავსულიყავი. ვესტ პარკზე. რაც არის ეგ არის ახლა დღეს პირველი დღე არის და ოს არა უშოს ახლა ჩვენ კერძოდ მეხუთე ავენიუზე ვიმყოფები და ეს მარცხნივ რაც სახლები აქ საკმაოდ ძალიან დიდარი ხალხი ცხოვრობს რა წეგანაც რო თქვი რომ წინა ვიდეოში ხო 300,000 მილიონერია ოფიციალურად დარეგისტრირებული ნიუ-იორკში ну ძირითადად ესენი აი ამ მეხუთე ავენიუზე ცხოვრობენ რა. მოხუცია და ერთ დავეხმარები მას. Okay, I'm in just that one leg. Okay, there you go. Thank you. Thank you. Good. Thank you. I am going to 73rd and Columbus. Going to 73, yeah, okay. One moment. Are you good? Are you tired? Yeah. 73 and Columbus. Hold on the center of the screen. Hear and see information about your ride today.
turning right on 66. 16. ეს მოხუცია და ინვარისალი უჭის სიარული და თვითონ მიკანახა 73 და კოლუმბუსი უნდა შემოდა 79-დან შესულიყო შემოდა 65-იანი და Yeah, თვითონ you're turning right at Yeah. 65. აქეთ მოატრიალიო თვითონ მეორე. Ranked among the nation's top teams. Trusted, awarded, relentless. We don't just close deals, we open doors in 1 second. As funny as this is, definitely harder than it looks. Yeah, we're gonna grab some snacks. Definitely gonna be fun. I can think of a couple different solutions, but they would really be entertaining. Your list and check it twice to give a reason to celebrate this year. Donate today to give an animal and give 25% on hotel bookings. ჩვენ გვინდა 73 და კოლუმბუს and 73-ია. Right side, left side? near corner right hand side. Okay. ახლო კუთხეში გააჩერეო. Stop right there. You're about to make a New Year's resolution. You're in the beginning, but 80% of New Year's resolutions fail by March. And there's a reason for that. This is just in the middle of our lives, that inevitable midlife shift. All the research for the next chapter. Hi, I'm Dr. Mark. I'm a surgeon, I'm an author, and I have a PhD in the science of decision. And over my career, I've helped Okay, great. I can get out myself. I will help you, no problem. Easy. Huh? Getting out is easy. How much? 14 $14. Okay. Can you give me a $5 bill back here? Okay, thank you. One moment. Thank you. I don't need your help. No, I will help you, no problem. I don't need I'm it. feeling better. No, I don't need it. Getting out is easy, honest. I promise. Okay. დაგეხმარები მეთქი და არა ცოცხალი თავით ისა. This is easy. It's getting in. It's hard. Okay. What to do? Be healthy. Yep, you too. Thank you. Thank Have you. a good day. You too, thank you. ცოცხალი Is თავით. this an automatic door or do I close it? No automatic. I will close. Okay. ავტომატური კარებიაო და არა მეთქი კაცო ძირდადის დახედა. ეგრე მივიდა. მინდოდა დახმარება და არაო და. კაი სიტყვას რო ეტყვი და იმას რო ეტყვი, აგე. ამდენდა 14 და $5 ტიპი მაჩუკა. ეგ არის რა, უნდა დაელაპარაკო. ეს უკვე ტაქსისტური ეშმაკობები. სხვათა შორის ამ მოხუცები და ისინი ძალიან მაგარია, ეხლა იმას ხო ვერ ამჩნევენ იმას, უღებ თუ არა და კაი გადასაღებია მაგ შემთხვევაში. აგეთ მეგობრებო. ეთი გონი ვიდეო გაგვიგზავნა და ასე თუ ისე ზოგადად უკვე მივხვდით როგორი მუშაობის პრინციპი გვაქვს. თავარი ეხლა ჩვენ საინტერესო რაღაცები ვნახოთ. როგორც კი საინტერესო გამოჩნდება, აუცილებლად დავაფიქსირებთ. მე კიდევ დაგემშვიდობებით მეგობრებო. კიდევ დავამუღამებ ქალაქს და მე უკვე იმედია ჩვენ რაც მოვინდომეთ ხო შესრულდა და საინტერესო რაღაცებს ვნახავთ. იმედია. მე მჯერა, იმიტომ რომ
თავი მოვინდომო და თქვენ ჩემთან ერთად მოვინდომეთ და დანარჩენს ისე და ისე წარმატებები, ბედნიერება და სიხარული და რა თქმა უნდა უფალი იყოს ჩვენთან. მომავალ ვიდეოებამდე